შეიძლება სპორტსმენი იყოს კარგი პოლიტიკოსი? ესეთ სიტუაციაში ვცხოვრობ დღეს საქართველოში. რამ სკოლას დაამთავრე წარმატებით ჩაირიცხები რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსებით, დაამთავრებ წარმატებით, ახვალ საერთაშორისო მაგისტრატურას გააკეთებ, იქაც წარმატებით დაასრულებ. მოვიპოვებ რაღაც scholarship, დაიწყებ PhD-ს კეთებას, ჩაერთვები საერთაშორისო კვლევაში, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში რამდენიმე წლიან სამუშაო გამოცდილებას დააგროვებ, დაასრულებ ამ კვლევას, მიიღებ PhD-ს ხარისხსაც, რაღაცა დააგროვებ ამ საერთაშორისო გამოცდილებას და გადაწყვეტ რომ მზად ხარ ამდენ წლიანი შრომის შემდეგ რომ დაბრუნდე ქვეყანაში, რაღაცა ჩაერთო შენი ქვეყნის პოლიტიკაში და აწყდები ფაქტს, რომ ერთი კვირის წინ, აი ზუსტად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სპორტულ კარიერას თავი დაანება ადამიანმა, წარმატებით დაანება, ანუ ოლიმპიადა მოიგო, ოლიმპიური ჩემპიონობა და პარალელურად რაღაცა კონკრეტული განათლების მიღება, უმაღლესი განათლების მიღება ძალიან რთულია, ხო, ძალიან დიდი პატივისცემა, მოდი ეს მორალური ნაწილი რომ მოვაცილოთ და სუფთა ობიექტურად და პრაგმატულად შევხედოთ, რომ ქართული ოცნების დელეგატები ხდებიან, ან ნებისმიერი პარტიის ერთი კვირით ადრე რომ შენ დამთავრებული გაქვს სპორტული კარიერისთვის თავი და უბრალოდ პირდაპირ ჯდები სიაში, მე მგონია რომ შენ უნდა გიქმნიდეს ჯერ უხერხულობას, მაშინ როდესაც საპარლამენტო ქვეყანაში ცხოვრობთ და ხდები კანონმდებელი, ამ ქვეყნის მთავარი კანონმდებელი ხდები, მთავარი პოლიტიკური ხმა ხდები, რამდენიმე ათასი მოქალაქისა, რომელიც წარმომადგენელიც უნდა იყო პარლამენტში. და ამ დროს ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის მაგალითი ვიცით, რომლებიც აი ესეთი კარიერის გავლის შემდეგ, რომელიც დასაწყისში ვთქვი, ჩამოდიან ქვეყანაში და უბრალოდ დასაქმების პრობლემაც კი ექნებათ.